კვირის განმავლობაში განვითარებული საშინაო და საერთაშორისო მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები. მათი ანალიზი, შეფასება, პროგნოზები და განხილვა პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიასთან ერთად გადაცემაში მოვლენათა ეპიცენტრი ყოველ შაბათს 20 საათზე ქართული არხის პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ზოგადად როგორც დღეს არის 25 აპრილი შაბათი და ჩვენი ორი გადაცემის დღეს დადგა. თქვენს წინაშე ვახტანგ მაისაია, პოლიტიკური მეცნიერება დოქტორი, პოლიტოლოგი, ამ გადაცემის წამყვანი და ეს არის მოვლენათა ეპიცენტრი. დღეს ალბათ საინტერესო განხილვის თემები გვექნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ მოხდა იგივე ჩვენ ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში, პოლიტიკური პროცესები საკმაოდ საინტერესო ვითარდება ჩვენს ქვეყანაში და მინდა რომ დღეს ეს საკითხები განვიხილოთ და მე მოვიხილოთ ის თემატიკა პირველ ბლოკში რა თქმა უნდა, რომელიც ეხება ქვეყნის საშინაო პოლიტიკას. აქ არის ნომერი, აქ არის დაფიქსირებული ნომერი 238 3150 და მოგიწოდებთ რომ აქტიურად ჩაერთოთ ჩვენს ასე ვთქვათ ინტერაქტივში, ჩვენს უშუალო ეთერში და თქვენი აზრი, თქვენი მოსაზრება გითხრათ და თქვენი კითხვაც გაგვიზიაროთ იმ საკითხთან მიმართებაში, რომელსაც ჩვენ ახლა განვიხილავთ აი ამ ჩვენი დათქმული დროის პერიოდში. რით შეიძლება დავიწყოთ დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა? რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტით იმ კონტექსტში, რომ რამოდენიმე მოვლენას ჰქონდა ადგილი, მე პირველ რიგში მინდა რმამწუხარება უთხრა ასე ვთქვათ, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაში დაღუპულ გიორგი ჯანელიძის ოჯახის წევრებს, რომლებიც დაიღუპა დონბასში წარმოებული საბრძოლო ოპერაციების დროს და შესაბამისად ის სწორედ გუშინ ჩამოასვენეს საქართველოში და აღნიშნო რომ ეს რიგით მესამე ასე ვთქვათ მსხვერპლია, რომელსაც საქართველო იღებს იმისათვის რომ ჩვენი მოძმე ხალხის ტერიტორიული მთლიანობის თემა იყოს ურღვევი და მისი სუვერენიტეტი იყოს შეულახავი. ეს ტრაგიკული ფაქტია და შესაბამისად რამდენად გაგრძელდება ეს ჰიბრიდული ომი, რომელსაც აწარმოებს რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი ხელისუფლება სუვერენულ სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეს ცალკე და ალბათ უკიდე განვსაუბრის თემაა სამწუხაროდ. და მეორე თემაზე მინდა მელაპარაკებსაუბრა, ეს არის სწორედ ქართული ეროვნული ვალუტის ლარის კიდევ უფრო გაუფასურება. ანუ ფაქტიურად ის პროგნოზი, რომელიც თავის დროზე გასული წლის ჯერ კიდევ ნოემბერში ჩვენ აი ამ გადაცემის ფორმატში ჩვენ თქვით გავაკეთეთ პროგნოზი, რომ ქართული ეროვნული ვალუტის კურსი შეიძლება ყოფილიყო დოლართან მიმართებაში სწორედ 2 და 3.3 ნიშნულის დონეზე, სამწუხაროდ გამართდა. და შესაბამისად ჯერ კიდევ გაურკვეველია თუ როგორ წავა პროცესები, ასე ვთქვათ, შემდგომ ეტაპზე. ამ ეტაპზე როცა გაზაფხულის პირველ ფაქტიურად თვეს, პირველ ასე ვთქვათ მეორე კვარტლის დასაწყისში მოხდა ლარის გაუფასურება. წესით და რიგით წესით ამ პერიოდში უნდა მოხდარიყო, ასე ვთქვათ, შესაბამისი სწორი საშემოსავლო ბიუჯეტში სასარგებლო ქონის საშემოსავლოების შეკრება, მოკრება და შესაბამისად კიდევ უფრო უნდა გაზრდილიყო ლარის ოდენობა და ერთობა მასის რაოდენობა უნდა გაზრდილიყო დაუშვათ იგივე ეროვნული ბანკის ბალანსზე და შესაბამისად ანუ ჩვენო მოგვიკვირფა ერთგვარად მოსავალი ამ ეტაპზე აი ამ პერიოდში ხდება სწორედ ლარის დევალვაცია, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია და ფაქტიურად ლარმა მიაღწია მეორე კრიტიკულ ზღვარს. მეორე კრიტიკულ ზღვარს და შეიძლება აი ახლანდელი დაუშვათ იგივე პანიკის ფონზე არა გამორიცხული რომ კიდევ ეს გაუფასურების ტენდენცია დევალვაციის კურსი კიდევ ავიდეს 5.15 ნიშნამდე, ოღონდ ეს არის მაის-ივნისის პერიოდში. მე ამ სცენარის განვითარებას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ეს იქნება საბოლოო შედეგი. შეიძლება ლარი დასტაბილიზირდეს აი ამ ნიშნულის ფორმატში და შემდგომი სამთვიანი მევიტყოდი, ასე ვთქვათ, დასვენება არ დადგები, იგივე თუნდაც სავალუტო ფინანსური კრიზისების დაძლევის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი პერიოდი იქნება, ერთგვარი ნიშა იქნება, რომლის მიხედვითაც ლარის კურსის წევა არ იქნება დამოკიდებული ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებულ პროცესების განვითარებაზე. თუმცა რა თქმა უნდა აღმოჩნდა რაღაცა გარდაუვალი შემთხვევა, მაგრამ იმედია რომ ეს არ მოხდება. ანუ ფაქტიურად ლარის კურსმა 2.13 ფორმატში მიაღწია უკვე ზღულ ნიშნულს და შემდგომში
ეს აღნიშნული პროცესი შეიძლება ძალიან ცუდად აისახოს იგივე ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე. მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდო ინდიკატორული გეგმების მიხედვით მთლიანი საზოგადოებრივი პროდუქტის შემოსავლის და ეკონომიკური ზრდის ტემპები 5%-დან დავიდა 2%-მდე და ეს 2% შეიძლება იყოს ერთგვარად მე ვიტყოდი შექმნილი ეჭქვეშ იმის გამო, რომ ფაქტიურად ლარის ზღვარმა მიაღწია საკმაოდ კრიტიკულ მაჩვენებელს. რამ გამოიწვია თუნდაც ამ კრიტიკული ზღვარის მიღწევამ თითქოს და იყო ნიშნები ინდიკაციები, რომ ლარის კურსი შეიძლება მოხდარიყო დასტაბილიზაცია შეიძლება მოხდარიყო თუნდაც 2.2 ან თუნდაც უფრო ქვედა ზღვარის დონეზე. ამისათვის ფაქტიურად დაიწყო მე ვიტყოდი მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარება, ამის ნიშნებიც იკვეთებოდა და ხდებოდა როგორც ჩანს ინვესტიციების გარკვეულწილად გამოცოცხლების ტემპებიც არსებობდა და შესაბამისად სხვა აქტივობის ფონზეც არ უნდა მოხდარიყო ასეთი პროცესის განვითარება, მაგრამ მოხდა ისაც მოხდა. როგორც ჩანს საუბარი იმაზე, რომ როგორც ინვესტიციების მოცულობა როგორც ჩანს ამ პერიოდში საკმაოდ მკვეთრად შემცირდა. მე ვიტყვი სუბიექტურ მოსაზრებაში არა გამორიცხული პრობლემები იყოს იგივე თუნდაც საშემოსავლო პოლიტიკის მართვის კუთხით, იმიტომ რომ სწორედ ამ პერიოდში უნდა მოხდარიყო სწორედ შემოსავლების დარეგულირება, ანუ შემოსვლა სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების ოდენობის აკუმულირება უნდა განხორციელებულიყო. როგორც ჩანს ესეც შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რატომ მოხდა ლარის კურსის ეს ვთქვათ დევალვაცია და მოთხოვნა რატო გაიზარდა იგივე დოლარზე და სხვა უცხო ვალუტის ერთეულებზე. და შესაბამისად აი ამ კუთხითაც რა თქმა უნდა ბიზნესის სტაგნაციის პირობებში განვითარება უწყობს ხელს იმას, რომ სიტუაცია განვითარდეს. ანუ ორი მიზეზი ეს არის. პირველი რომ საშემოსავლო მენეჯმენტში მართვის კუთხით იყო როგორც ჩანს არის პრობლემები და შესაბამისად ეს არ ხდება მის აფიშირება. ეს ერთი, მეორეს ერთი, ანუ ინვესტიციების მოცულობა, რომელიც ალბათ როგორც ჩანს იყო ნავარაუდები ინდიკატორული გეგმის მიხედვით, როგორც ჩანს 100 შესრულდა. ეს მეორე მომენტი და შესაბამისად როგორც ჩანს ასე ვთქვათ ჩვენი სავალუტო რესურსების რაოდენობაც როგორც ჩანს დაეცა საკმაოდ დაბალ დონეზე. ეს მესამე საკითხი, იმიტომ რომ არ მოხდა სავალუტო ინტერვენცია საფინანსო ბაზრებზე და არ მოხდა დარეგულირება თუნდაც იგივე ლარის კურსის მოთხოვნისა დოლართან მიმართებაში და პირიქით. თუმცა ქვეყანაში საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებში არსებული პროცესები ასევე როგორც ჩანს ახდენენ გარკვეულწილად გავლენას როგორც საგარეო მოვლენები აი ამ ლარის კურსის დევალვაციის პროცესის განვითარებას რა მახვედელობაში, იმიტომ რომ თქვენ მოგესწრებათ რომ ფაქტობრივად დოლარის კურსი გაუთანაბდა ევროს კურსს, ან ევროსა და დოლარის მაჩვენებელი გათანაბდა ფაქტობრივად 1.1 ნიშნულზე და ესეც საკმაოდ საინტერესო მომენტია, ანუ ფაქტობრივად მოხდა ევროს დევალვაცია დოლართან მიმართებაში და შესაბამისად როგორც აი ამას გამოიწვია ერთგვარი მე ვიტყოდი პროცესების განვითარება იმ კუთხით, რა კუთხითაც იყო საუბარი. თუ ასევე არ გავითვალისწინებთ, რომ ნავთობზე ფასების დის ტემპებიც ასევე საკმაოდ კლებულობს და ასე ვთქვათ, ისიც არ არის არასტაბილური და არაპროგნოზირებად კონდიციაში ვითარდება. იმის გარდა იმისა, რომ სიტუაცია დაუშვათ აღმოსავლეთის რეგიონში კიდევ უფრო უარესდება, საუბარია იემენში წარმოებული წარმოქმნების გაფართოება, იქ კიდე შესაბამისად აღმოსავლეთში არსებული გენოციდის ფაქტების დაფიქსირება, საუბარია სომხურ და ასირიელი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული ეთნოციდის ფაქტებთან მიმართებაში და ნავიცი მთლიანად, ასე ვთქვათ, სიტუაცია არის საკმაოდ არასტაბილური. დიახ, აი ზარია და თხოვთ შემოუშვათ ეთერში. გისმენთ? ეხლა ესეთი კითხვა გამიჩნდა. დიახ, თუ შეიძლება ხმამაღლა თუ შეიძლება. ლარის კურსის ვაზნა გამოწვეული იყოს ხელოვნურად და ეს თუ დასაშვებია, მაშინ ვის აწყობს, ვის მიზანია ამის განხორციელება? აი ძალიან მაინტერესებს ვის სარგებლობს, იმიტომ რომ ქვეყანა ხო ეკონომიკურ კრიზისშია და რა მიზეზი შეიძლება იყოს ამის გამოსწორებად. მადლობთ. კი ბატონო, დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო კითხვაა. არის მოსაზრება, რომ ეს ხელოვნურად წარმოებული ლარის კურსის ასე ვთქვათ დევალვაცია, მაგრამ მე პრინციპში არ ვმხრობი ამ მოსაზრებას, იმიტომ რომ როგორც ჩანს თავრობისათვის არ იყო ხელისუფლება არ იყო დამოუკიდებელი, რომ ლარის კურსის დაცემა გაგრძელებული აქამდე. ანუ არის რაღაცა დონე, ანუ 2.3 ეს არის კრიტიკული ზღვარი, რომელიც ფაქტიურად უკვე საზღვარს მეორე ტიპის შოკური დარტყმის ეფექტს. ეხლა ლარის კურსის დევალვაცია კიდე შეიძლება იმის გამო რომ დაუშვათ აკვია თქვა თუნდაც ქამრების მოჭერის პოლიტიკის კონტექსტში განხილულიყო, რომ არ მოხდარიყო დაუშვათ ლარის
მასის გამოშვება, მაგრამ რეალურად ჩემს არეთ მოხდა უფრო მეტად მე ვიტყოდი როგორ თქვა ხა ობიექტურს ვიტყოდი თუნდაც სუბიექტური მომენტი. ანუ მე ისევ საზღვრა მის გამო რომ როგორც ჩანს არის პრობლემები საშემოსავლო პოლიტიკის მართვაში. ამაზეა საუბარი და შემოგვიდგეთ ამ კუთხეს მოხდა ლარის კურსის ერთგვარად დევალვაცია და გაუფასურება და არა დაუშვათ იგივე ხელოვნური ტენდენციების განვითარებაზე. იმიტომ რომ რეალურად ლარის კურსის ნიშნული ალბათ უნდა ყოფილიყო 2.2 და უფრო ქვემოთ, რათა მომხდარიყო ეკონომიკური ტემპების იმ დონემზე მიყვანა, რომელსაც დაუშვათ საუბრობდა ფინანსთა მინისტრი. რამდენიმე ხნის უკან, სწორედ როცა მან ბრძანა, რომ ეკონომიკური ძის ტემპების განვითარებას ელოდებოდნენ 2%-ის ფორმატში. ანუ 2% ფაქტიურად მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ლარის კურსის დაფიქსირება 2.2 და უფრო ნაკლები ასე კოეფიციენტის დონეზე და არა 2.3-ის კოეფიციენტის დონეზე. ამიტომ ამ კონტექსტში ძალიან რთულია ვილაპარაკოთ, რომ დაუშვათ მთავრობამ და ხელისუფლებამ მოახდინა ლარის კურსის, მე ვიტყოდი, შეგნებული, ასე ვთქვათ, თავისუფალ ვარდნაში გაშვება, და ამ კუთხით, ასე ვთქვათ, ამ კუთხემდე, ამ დონემდე მიყვანა. და რა ვიცი, ახლა კიდე ის მომენტი იყო, რომ როგორც კიდევ წინა განცხადები იყო საუბარი ეკონომიკის მინისტრის კვირიკაშვილისა და სხვათა, მე ვიტყოდი, თავრობის პასუხისმგებელი პირების მიერ განცხადებები, რომელიც ეკონომიკურ ბლოკს კურირებდნენ, იყო საუბარი, რომ ქვეყანაში იწყებოდა ინვესტიციის ბუმი, რომ იყო გაფორმებული რამდენიმე პროექტის დაწყება იყო ნავარაუდე, მათ შორის ენერგეტიკის მიმართულებით, ყველაზე მსხვილი პროექტების განვითარება და საუბარი იყო $1 მილიონ ინვესტიციების შემოსვლაზე საქართველოში და იყო ეგრე ვთქვათ, აი ამანაც ფაქტობრივად ხელი შეუწყო აი ამ ლარის კურსის ვარდნას, სულ რაღაცა ერთი კვირის და რამდენიმე 10 დღის უკან ფაქტობრივად ასეთი არ იყო კრიტიკული სიტუაცია ლარის ვარდას დაკავშირებით. მაგრამ როგორც ჩანს, ეს ინვესტიციები და შესაბამისად პროექტები, როგორც არ განხორციელდა ან დაუშვათ დაისვა ეჭვის ქვეშ და შესაბამისად ამანაც როგორც იქონია გარკვეულწილად ეფექტი ამ კურსის ვარდნის ასეთი კურსის ვარდნის დაფიქსირებაზე. ამიტომ აი ამ კონტექსტში მე ცოტა მეჩვენება, რომ თუნდაც ის რომ მთავრობამ მოახდინა ხელოვნური, მე ვიტყოდი, ლარის კურსის გაშვება, ეს უფრო არის ერთგვარად შეთქმულების თეორიის კუთხით, იმიტომ რომ ხელისუფლება არ აწყობდა ბუნებრივად და არც შედის მის ინტერესებში ლარის კურსის ასეთი ტემპებით გაუფასურების გაზრდა. ფაქტიურად ლარის კურსის ინფლაციის დონე მიაღწია, რომ იყო 300%-ს. სულ რაღაც ამდენიმე დღის განმავლობაში, რაც ასეთი კრიტიკული სიტუაცია არ შეიმჩნეოდა სულ რაღაც ამდენიმე ხნის უკან. აქედან გამომდინარე, მე არ გამოვირჩევ კიდე რომ 1.15-დან მიაღწიოს მაისი-ივნისის პერიოდში ამ კურსმა და ეს იქნება ყველაზე მაქსიმუმი, ამის იქით ყოველ შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს ჰიპერინფლაცია და ინფლაციური პროცესები და რამაც შეიძლება კიდევ უფრო გაართოს სიტუაცია. იმედია რომ აქამდე არ მივიდა 1.5-დან თუ მივიდა ეს იქნება ყველაზე მაქსიმუმი, რასაც დაუშვათ იგივე რაღაც შეიძლება გაჩერდეს რაღაც მერე მოხდეს ერთგვარად სტაგნაცია და ეს კურსი აღარ დაეცეს იმის იქით, რაც დაუშვათ შეიძლება დაფიქსირდეს 1.15 ნიშნულის ფორმატში. მაგრამ კიდე ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, ანუ ლარის კურსის devalvatsias შემდგომ განვითარება შეიძლება ხელი შეუწყოს მომავალში, მე ამბობ მომავალზე საუბარი. მომავალ წელს დაგეგმა საპარლამენტო არჩევნები. იმიტომ რომ უკვე საშემოდგომო სესიაზე უნდა იყოს მიღებული კანონები, პრანკონები დაარეგულებენ საარჩევნო კანონმდებლობას. სამწუხაროდ საგაზაფხულო სესიაზე ის რომ საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და რეგულირება მოხდება ეს ცოტა რთული არის გასაცვლელად. როგორც ჩანს, საპარლამენტო არჩევნები განვითარდება იმ დაუშვათ კანონმდებლობის მიხედვით, რომელიცაც მოხდა ეს 2012 წლის 1 ოქტომბერს, ანუ დარჩება მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატთა ასე ვთქვათ წესი და დარჩება პროპორციული. ხო, აი კიდევ ერთ ზარია და ვთხოვთ ზარი შემოუშვათ ეთერში. გისმენთ? გამარჯობათ. ძალიან გაგვეხარდა ბიძინა ივანიშვილმა ეროვნულ ბანკს რომ სთხოვა დოლარის დაკლება და რა მაინტერესებს იცით, არ შეიძლება კიდევ რომ სთხოვოს რა აზრი ხართ ამასთან დაკავშირებით? ხო, ნუ ახლა რა თქმა უნდა, ახლა სამყარო ბიძინა ივანიშვილი არ არის ასე ვთქვათ ხელისუფლების სათავეში ყოფი ადამიანი, პოლიტიკოსი, ის კანდიდატი და როგორც ეს ხა თხოვნა ერთი და მეორე მომენტი ვინ აყავს ეროვნულ ბანკის პრეზიდენტად. ის რომ დაუშვათ, მე არ გამოვირჩევ კიდე რომ შეიძლება იქნებოდეს საბოტაჟის ადგილი, ბუნებრივია, პირდაპირ ვაცხადებ ამას.
იმიტომ რომ ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც ახლა არის ამჟამად აი ამ ორგანოს ამ სტრუქტურის ხელმძღვანელი, ნამდვილად ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რა ფუნქციას მას ელება ჰქონდა გაწერილი. ის უბრალოდ შეესაბამება წინა რეჟიმის და პოლიტიკური ხელისუფლების იმ სტილს, მართვის სტილს, რომელიც მაშინ იყო, ასე ვთქვათ, შექმნილი და ცალკე განმავლობაში ასე ვთქვათ, იმუშავებოდა, რა ქვია, ახორციელებდა პოლიტიკური მართვის წესებს, ხოლო დღევანდელ პირობებისათვის უბრალოდ ეს ადამიანი, ეს ფიგურა უნდა არ შეესაბამება თავისი თუნდაც მხედველობით, თუნდაც იგივე წარმოებული კვალიფიკაციით როგორც ჩანს და ეს ქონდა პირველ რიგში არის ეროვნული ბანკის ბრალი, რომ შესაბამისად ეროვნული ვალუტის ასე ვთქვათ, ამ დონეზე გაუფასება მოხდა, თუმცა რა თქმა უნდა ეს პასუხისმგებლობაც ახსნის იგივე ქვეყნის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლებისაგანაც და აქედან გამომდინარე ბუნებრივი ალბათ უმჯობესი იქნებოდა რომ იქნება ბირიძინა ივანიშვილი დაბრუნებული იყო ხელისუფლების პოლიტიკაში და შესაძლოა შეეცვალა ეს გუნდი, რომელიც ახლა მართავს ქვეყანას. ანუ როგორც ერთი მიმართულებით, ისე მეორე მიმართულებით, იმიტომ რომ აშკარად არის ახლა ის კოოპეტაცია, რომელიც როგორც ჩანს იყო ასე თუ ისე სტაბილიზაციის მომტანი რაღაცა არჩევნებიდან მოყოლებული რაღაცა პერიოდის განმავლობაში, დღეს გახდა აბსოლუტურად დესტრუქციული. ანუ უნდა შეიცვალოს საფინანსო რეგულაციის მთავარი ორგანოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა, ანუ წინა პოლიტიკური მემკვიდრეებისაგან და მე ვიტყოდი იმ არ მინდა სიტყვა ეს ვილაპარაკო არჩევნებისაგან, მაგრამ იმ ადამიანებისაგან, რომლებიც წინა პოლიტიკური რეჟიმის სულისკვეთებით იყო განსჭავლულები და წინა სტილის მართვის სტილის იყო ისინი მიცხოველები იყვნენ მართვას და საქმიანობას და შესაბამისად რომლებიც ვერ ეწყობიან თუნდაც ახალი გუნდის ახალი უკვე აღარ არის შესაბამისად, მაგრამ იმ გუნდის წარმომადგენლები, რომლებიც იყო მათ ოპოზიციაში. ანუ ასკარად არსებობს დისჰარმონია ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლების და ასევე სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. აშკარა დისონანსი არსებობს ამათ შორის. და თუნდაც ალბათ პარლამენტს უნდა დაეწყო იმპიჩმენტის თუ ეს ადამიანი არ დგება არ აპირებს გადადგომას თავის თანამდებობიდან, ალბათ პარლამენტს უნდა მიეხედა და დაეწყო იმპიჩმენტი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა შეეცვალა. ანუ ეს აშკარად არის. თუნდაც აქ წმინდა არის, წმინდა ასე ვთქვათ, მე ვიტყოდი შიდა პოლიტიკური კინკლაობის ერთგვარი გამოხმაურება იმაზე, რომ დაუშვათ მოხდა ეროვნული ბანკის ეროვნული ვალუტის გაუფასურება. აი ამაზეა საუბარი და ამ კუთხით არის ესაკითხიც განსახილველი. იმიტომ რომ ეს აშკარად კრიტიკულ დონეს მიაღწია და თუ პარლამენტი არ შეერა და არ მიიღო რადიკალურად გადამჭრილი ზომები, შეიძლება მე პირდაპირ ვამბობ, რომ თუ დარჩა ის სიტუაცია, როგორც ახლა არსებობს, იგივე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასა და დაუშვათ მთავრობის წარმომადგენლებს შორის, ასეთი ურთიერთობა ლარის კურსზე შეიძლება 2.15-ზე კიდევ უფრო მეტ იმასაც გადააჭარბოს და გადააბიჯოს. ამიტომ მისაღებია სწორი და აბსოლუტურად ადეკვატური ზომები იმისათვის, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესები არ იყოს შეწურის სახით მოტანილი რაღაცა მე ვიტყოდი გაუგებარი პოლიტიკური კოაპიტაციის სტრატეგიასთან მიმართებაში. ამიტომ ეს დროულად არის მისახედი. მე ასე ვხედავ აი ამ სიტუაციის დარეგულებას ალბათ ისევე ბატონ ბიზნეს ივანიშვილის დაბრუნების საკითხი ალბათ არის საკმაოდ დროული საკითხი, დროული გარემოება, რომ მან მიხედოს ქვეყნის როგორც ეკონომიკას, ისე პოლიტიკურ მართვის სადავეებს. თუმცა ალბათ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი იქნება სწორედ მომავალ წლის 2016 წლის არჩევნები, რომელიც იქნება მართლა კრიტიკული მნიშვნელოვანი და განსაზღვრავს ქვეყნის ბედის განვითარებას გარკვეულწილად რამდენიმე ათეული წლების განმავლობაშიც კი. და როგორია დღეს ეს სიტუაცია პოლიტიკური და საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, ეს ცალკე საუბრის თემაა და ცალკე განხილვის კუთხით უნდა ჩვენ შევეხოთ. ყველა საინტერესო მომენტია, რომ სწორედ იგივე წინა საარჩევნო პერიოდში ყოველთვის არის ხოლმე გარკვეულწილად ციებ-ცხელების განხორციელება ფინანსური ბაზრის მიმართულებითაც, იმიტომ რომ ყველა წინა საარჩევნო კამპანიას თან ახლავს საკმაოდ დიდი რაოდენობის ფულადი მასის გამოგდება ბაზარზე, რაც გულიხმობს იმას, რომ დაუშვათ უკვე იწყება წინა საარჩევნო კამპანია, ფაქტობრივად პოლიტიკური პარტიები არიან ჩართულები ისე, რომ მან დახარჯონ თავიანთი ფინანსური რესურსები და შესაბამისად საპარლამენტო არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ქვეყნის პოლიტიკური განვითარების ცხოვრებაში. და აქედან გამომდინარე, ამ კუთხით შევხედოთ პროცესების განვითარებას, რა თქმა უნდა, საპარლამენტო არჩევნებს ენიჭება დიდი მნიშვნელობა და რა თქმა უნდა, ფულადი მასის კიდევ ერთი გამომზევრობა ბაზარზე კიდევ უფრო ხელს შეუწყობს, როგორც ჩანს, ფინანსური რყევების განვითარებას უკვე ამ შემთხვევაში შემდგომ პერიოდის განმავლობაშიც. ნახოთ დავალოთ პროცესებს.
ეხლა უკვე რეკლამის დროა და მინდა გამოაცხადო რეკლამა და რეკლამის მერე განვიხილოთ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება. აი რეკლამის დრო დასრულდა და ისე გიბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ვაგრძელებთ საუბარს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე და შესაძლო განვითარების მოვლენების სცენარებზე. ჩვენ პირველ ბლოკში განვიხილეთ ქვეყნის ეკონომიკური ვითარება, მდგომარეობა, რა თქმა უნდა ეს არ არის პრინციპში ჩვენი პოლიტიკური ამ გადაცემის მთავარი თემა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ეკონომიკური და ფინანსური პროცესები პირდაპირ კავშირშია ქვეყნის პოლიტიკის ტემპების განვითარებასთან მიმართებაში და აქედან გამომდინარე ჩვენ იძულებული ვართ ვისაუბროთ იმ თემებზე, რომელიც დაუშვათ შეიძლება არ იყოს ჩვენი გადაცემის სპეციფიკა. მაგრამ ისევ დავუბრუნდეთ ჩვენ იგივე ვთქვათ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომლებიც დაუშვათ განსაზღვრული საკმაოდ მნიშვნელოვან მოვლენებს. პირველი რაში გამოიხატება ეს? გამოიხატება იმაზე, რომ შესაბამისად, როგორც იცით კონსტიტუციის, ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტმა დაგეგმილი სავარაუდო საპარლამენტო არჩევნებამდე 3 თვის ადრე უნდა წარადგინოს ინიციატივა თარიღთან დაკავშირებით, რომ დაადგინოს საპარლამენტო არჩევნების კონკრეტული თარიღი. თუმცა ეს არის ფორმალური მხარე, ოფიციალური მხარე. თუმცა რამდენიმე ხნით ადრე იწყება სწორედ სუმცირე 8 წუთი ადრე იწყება წინასაარჩევნო კამპანია, რომელსაც აწარმოებენ პოლიტიკური პარტიები და ის მოძრაობები, რომლებიც ცდილობენ რომ მოხვდე პარლამენტში და შესაბამისად იქონიონ გავლენა ქვეყნის განვითარების ტემპებზე. როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური კუთხით. რა თქმა უნდა, საქართველოში ამ კონსტიტუციის მიხედვით, რა თქმა უნდა, ეს კონსტიტუცია გაურკვეველია რა ტიპის პოლიტიკური მართვის წყობა გვაქვს ჩვენ ამ ეტაპზე, მაგრამ სავარაუდოდ, მაგრამ გარკვეული ინდიკაციის მიხედვით ეს არის უფრო ნახევრად საპრეზიდენტო ტიპის მმართველობა. თუმცა ნახევრად საპრეზიდენტო რა გითხრათ, თორსა პრეზიდენტს ფაქტობრივად არის უკვე მას გააჩნია ნომინალური და წარმომადგენელი ფუნქციებს კი უკვე გააჩნია. ეს უკვე აშკარად ჩანდა, როდესაც ქვეყანაში ჩამოდის საკმაოდ მეორე ქვეყნის სახელმწიფო ლიდერი, არ აქვს მნიშვნელობა ეს როგორი ორიენტაციის არის, ვინ არის, რა არის და როგორ ფასდება ის საერთო დემოკრატიული საზოგადოება, მაგრამ ნებისმიერ იმაში, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი, მეორე ქვეყნის პრეზიდენტი მიდის და პატივსცემს მეორე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას დაღუპული გმირების ხსოვნას და ის არის მარტოობაში, ეს ალბათ არის სრული მე მგონი ანარქია კი არა, საერთოდ მე მგონი აბსოლუტურად გაუგონარი პოლიტიკური სიტავხედე. მე არ ვიცი ახლა ქვეყნის პრეზიდენტს რა გარემო ყავს, ვინ ურჩევს მას საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების იმას, ან ვინ აყავს პროტოკოლში, ან ელემენტად აი ამ საქმეების ვინ უგვარებს, ამ ადამიანების ისა რა ქვია, ალბათ გვარი დასახელება ისეც უცნობია და ენიგმაა და საერთოდ ალბათ ასეთი აი ამის მერე ალბათ სავარაუდოა რომ გამოიცვალოს ესეთი ადამიანების თან კვალიფიკაციის შესაბამისად მოხდეს მათი გამოცვლა თუნდაც, თორე ეს არის მართლაც აბსოლუტურად ესე ვთქვათ ყოველგვარი ზღვარგადაცემული ქმედება და უკვე აქედან ჩანს რომ პრეზიდენტის ფაქტობრივად ფუნქცია ნომინალურობა არის მხოლოდ მარტო ფიქცია და სხვა არაფერი. ეს გამოჩნდა თუნდაც იმიტომ რომ იგივე პრეზიდენტის საკითხით ძალიან მწვავედ დგას იგივე მისი იმ რეზიდენციიდან გამოსვლა არ გამოსვლის თემასთან დაკავშირებით, რომელიც გადაიქცა უკვე კურიოზულ კუთხით და ალბათ ეს იქნება 21 საუკუნეში ყველაზე კურიოზული და შევა გინესის წიგნში როგორც ყველაზე მე ვიტყოდი კურიოზი, დიდი პოლიტიკური კურიოზი, რომელიც შეიძლება როდესიმე განხორციელება ყოფილიყო საერთაშორისო საზოგადოების რომელიმე ქვეყნის მასშტაბით. Ну, ასე ვთქვათ, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტის ესე ვთქვათ ეუნებია რომ გამოვიდეს ერთი სასახლიდან და შევიდეს მეორე სასახლეში და ამაზე ეწყობა მთლიანი პოლიტიკური დებატები და ეთმობა პოლიტიკური ტოქ-შოუების წელი ხდება და უბრალოდ 100% ხდება ამაზე იფარება და სხვა საქმეები თურმე არ ყოფილა და ამ დროს ლარის კურსის დევალვაცია მიდის უკვე 53-55-ის ნიშნულზე და ეს არის სწორედ მე ვიტყოდი აი მთავარი სადისკუსიო თემა. Ну, აი ამ კონტექსტში რა ზონა ვილაპარაკოთ, ანუ რა ტიპის ასე ვთქვათ მე ვიტყოდი მართლობის წესია ჩვენთან შემოგებული გაურკვეველია, ხო? ანუ ჩავთვალოთ რომ ნომინალურად არის ნახევარ საპრეზიდენტო, დავუკვირდით იგივე საპარლამენტების მართვის ნომინალურად არის ფორმულად ნახევარ საპრეზიდენტო, მაგრამ რეალურად ეს არის საპარლამენტო მართვის სტილი, იმიტომ რომ პარლამენტის ხელშია ფაქტურად თავმოყრილი ის პოლიტიკური ძალაუფლება, რომელიც აკუმულირდება უკვე ასე ვთქვათ სხვა პოლიტიკურ წრეებზე და რა თქმა უნდა პარლამენტი ასევე საზღვავს ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურასაც, ანუ პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი სწორედ არის აი ამ გუნდის წარმომადგენელი, ფაქტობრივად პარლამენტი და საზღვავს ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების პრიორიტეტს. და პრემიერ-მინისტრი არის რეალური ქვეყნის მმართველი.
აი ამ კონტექსტში ბუნებრივია საპარლამენტო არჩევნებს ენიჭება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებს. შეგვიძლია თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლება აღარ ჩავატაროთ და თქვა, რომ პრეზიდენტი საერთოდ აღარ არსებობს. მისი ფუნქცია არის დაყვანილი, განულებული და რა თქმა უნდა საპარლამენტო არჩევნებს ამიტომ გააჩნიათ უფრო მეტი პოლიტიკური ძალა და პოლიტიკური წორა და გავლენა. ეხლა რაც შეეხება როგორი განვითარება შეიძლება მოვიდეს საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში. რა თქმა უნდა ის ბიპოლარული მოდელი რომელიც არსებობს დღეს ქვეყნის პარლამენტში ის რა თქმა უნდა აღარ განმეორდება. იმიტომ რომ შესაბამისად მე უნდა გითხრათ რომ მართველი კოალიცია თანდათან კარგავს თავის გავლენასა ძალას რა თქმა უნდა გარკვეულწილადაც იშლება მატიმამრავლებად ყოველ შემთხვევაში თუნდაც იმიტომ რომ მათ გამოიყო თავისუფალი დემოკრატები ასევე არის ძალიან სათუოდ არის იგივე რესპუბლიკური პარტიის არსებობა ამ კოალიციის შემადგენლობაში და უშუალოდ დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია და თუ საარჩევნო კამპანია როგორ განვითარდება მოვლენები ცალკე საუბრობთ იმ ფონზე როცა საგარეო პოლიტიკური მიმართულებებში არის დიდი განსხვავება, ანუ ფაქტობრივად გამოიჩინა ანუ მართლა ძალაში აი ამ საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილ პროცესების მიმართ და მიდგომების მიმართ გამოიკვეთა რადიკალურად განსხვავებული პოზიციები, იგივე მრეწველობა გადააჭრა საქართველოს ლიდერი არის ანტინატოს რიტორიკაზე და უფრო ემხრობა პრო-ევრაზიული ეკონომიკური კავშირის და პროევრაზიულ მიმართულებას, როდესაც დაუშვათ იგივე რესპუბლიკური პარტია, რომელიც წარმოადგენს საკმაოდ კარგად ჩამოყალიბებულ ლიბერალურ დაჯგუფებას და ფრთას, ანუ ემაჯონ ლიბერალურ დაჯგუფებას და საერთოდ საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის მიხედვით არის აბსოლუტურად პრო-ატლანტიკური ორიენტაციის მომხრე პოლიტიკური ძალა, რა თქმა უნდა, საპირისპირო მიმართულებით ასე ვთქვათ, ავითარებს თავისი სოფხელობით კურსს. და შიდა ცენტრისტული სხვა პარტიები უკავიათ ერთგვარად მეთოდის შედარებით ნეიტრალური პოზიცია. თქო, ოფიციალური კურსით ჯერჯერობით საქართველოს არის ევროატლანტიკური და ევროინტეგრაციის პოლიტიკის მატარებელი და შესაბამისად აი ეს მყიფე ბალანსი უკვე ხორციელდება მთავრობის შემადგენლობაში. ანუ ფაქტიურად მართველი კოალიციამ შეიძლება ვერ მიიღოს ის უმრავლესობა, რომელიც მას ახლა უკავია და მას შესაბამისად ჰქონდა წინა პერიოდში არსებულ პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით და შესაბამისად არანაკლები ცუდი შანსები შეიძლება ჰქონდეთ, ან კაი შანსები ჰქონდეთ იგივე სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ასევე იყვნენ წინა ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად რადიკალურ კაი გაგებით, ანუ ებრძოდნენ პოლიტიკურ რეჟიმს, რომელიც იყო ავტორიტარული ხასიათის შინაარსის. ეს არის თავისუფალი დემოკრატია, ეს არის იგივე დემოკრატიული საქართველოს ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური გაერთიანება, პარტია და ასევე საქართველოს პატრიოტები, რომლებიც ფაქტობრივად დინამიურად ვითარდებიან თანათონობით იკრებენ საკუთარ გავლენას და პოპულარობას ქვეყნის მოსახლეობაში. ანუ ეს სამი ძალა შეიძლება აუცილებლად იქნებიან ქვეყნის პარლამენტში. ამას ჩემი სად კიდევ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ესეთი ტენდენცია აშკარად შეიმჩნევა მიუხედავად იმისა, რომ ეს ბავშვი იგივე დააფიქსირა აირაისა და NDA-ის მიერ ჩატარებულ გამოკვლევებმა, თუმცა ხა აირაის და NDA-ის კვლევის დაყრდნობა ძალიან რთულია და ძალიან საეჭვოა, იმიტომ რომ იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც ორჯერ უკვე შეცდნენ თავის სოციოლოგიურ კვლევებში და სოციალურ პროგნოზებში, აი მათი ნდობა, რა თქმა უნდა, იმ ნაკლებ ყურადღებას იმსახურებს და ამიტომ მათი კვლევები შეგვიძლია მთლიანად ასე ვთქვათ ყურადღებას არ მივაქციოთ, იმიტომ რომ უკვე ორჯერ ვიტყოდი სახელგატეხილ ორგანიზაციების მიმართ ნდობის საკითხი ისევაც უნდა დაისვას ეჭვის ქვეშ. ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი სამწუხაროდ არ არსებობს სხვა სოციოლოგიური ორგანიზაციები, რომლებიც ჩაატარებენ რეალურ და დაგვანახებენ რეალურ სურათს. ანუ რეალური პარამეტრებით საუბრობთ იქნება სამი პოლიტიკური ძალის ანუ შესვლა ქვეყნის პარლამენტის შემადგენლობაში. და რომელთაც დაუშვათ ჯერ არ გამოკვეთილი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. ну, რა თქმა უნდა, მართველი ძალისაგან განსხვავებით, რომელიც ფორმალურად ინარჩუნებს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის საგარეო პოლიტიკური კურსისადმი მიდრეკილებას. თუმცა, იქაც უკვე ჩნდება გარკვეულწილად ერთგვარად განხეთქილება ამ კურსის სტაბილური განვითარებისათვის. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალას, ну, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად პოლიტიკურ, ვთქვათ, საკანონმდებლო ორგანოში მოხდება ყოფილი, ანუ მოქმედი ამჟამად ოპოზიციური ძალა, ნაციონალ-მოძრაობა, თუმცა ნაციონალ-მოძრაობა უკვე გახდა ეგრე მარგინალიზებული პოლიტიკური ძალა და შესაბამისად ის ფაქტიურად გაუტოლდება მისი რეიტინგი გაუტოლდება ლეიბორისტული პარტიის ძალას და შეიძლება ლეიბორისტთა და ნაციონალ-მოძრაობის ქონა თანაბარი, ვთქვათ, პროპორციული ხმების რაოდენობა და
ისინი მოხვდნენ დაუშვათ პარლამენტში დაახლოებით მაქსიმუმ 10-12%-ის ფარგლებში, შეიძლება ნაკლებადაც კი. და შესაბამისად, ბუნებრივია რომ ანუ ის რაოდენობა რაც ახლა დგას ნაცმოძრაობას ისინი რა თქმა უნდა ვერ აიღებენ ეს წარმოუდგენელია, იმიტომ რომ მათი ასე თქვათ რიგებიდან შეიძლება გამოიყოს გარკვეულწილად ის დაჯგუფება, რომელიც დღეს თუნდაც უკვე ახლა ავლენენ ეგ უკმაყოფილებას და უკვე დარკვეულ კოლიზიები დაიწყო აი ამ პარტიის შიგნით და უკვე დაიწყო გარკვეულწილად მე მგონი დუღილი ან პოლიტიკური ორიენტაციის განვითარების კუთხე გამომდინარე და შესაბამისად აი კაი საინტერესო ინდიკაცია რომ გამოჩნდა ახალი ძალა ივერია თუ ივერიონი არ ვიცი როგორც არის ყოფილი ავტორიტარული რეჟიმის მაღალჩინოსნების გაერთიანებული პოლიტიკური ძალა რომელიც აცხადებს პრეტენზიას რომ ისინი იქნებიან ახალი ძალა. რა თქმა უნდა ეს არის ფაქტურად იგივე მე ვიტყოდი მასკირებული ეს ვთქვათ ძალა რომელიც გამოიყო ეროვნულ ნაციონალურ მოძრაობას ფაქტურად ცდილობს რომ დაიკავოს ეს ნიშა მათი ნიშა და შესაბამისად როგორც ჩანს მათ მიუერთდება კიდევ ის მე ვიტყოდი პოლიტიკური ნაწილი რომელიც დაუშვათ თლიანად ანუ რეტროგრადიულ ნაწილს ჩამოცილდება ნაცმოძრაობიდან და შეუერთდება აი ამ ახალ გაერთიანებას. ანუ ისინი შექმნიან ახალ მე ვიტყოდი გაერთიანებას რომელიც შეეცდება რომ დაუახლოვდეს იგივე თუნდაც ქვეყნის პრეზიდენტის გარემოცვას ანუ გიორგი მარგველაშვილისა და თავისუფალი დემოკრატების მე ვიტყოდი ერთობლივად შექმნან ახალი კოალიცია. ანუ ფაქტობრივად ახალი კოალიციის ტენდენციები შეიძლება განვითარდეს და შეიქმნას ახალი პოლიტიკური ძალა. რამდენად ამ პოლიტიკურ ძალას ეყოფა იმის უნარი და იმის პოტენციალი რომ დაუშვათ დაიკავოს გარკვეულწილად თავისი ნიშა პარლამენტში ეს ცალკე საუბრის თემა. თუმცა მათ პოტენციალი ეს ამ კუთხით გააჩნია. რა თქმა უნდა ნაციონალურ მოძრაობის ხმების ხარჯზე და დაუშვათ იმ ელექტორატის იმ ნაწილის ხარჯზე რომელიც დაუშვათ სიტყვა ეს ვთქვათ იყვნენ ასე ვთქვათ მომხრე თავისუფალი დემოკრატებისა და დაუშვათ იგივე მარგველაშვილის როგორც პიროვნული ლიდერისა და შესაბამისად იყვნენ ასევე ყოფილი თუნდაც ქართული ოცნების კოალიციის მომხრე ჯგუფები. თუმცა მათი რაოდენობა მათი განსაზღვრული იქნება და განესაზღვრება იმ წინასაარჩევნო კამპანიის ტენდენციებს მიხედვით, რომელიც აბა დაიწყება ამ წლის შემოდგომაზეც, აბა ნოემბრის თვის დადგომისთანავე. ანუ აი ეს არის ის სურათი, რომელიც ფაქტურად ქმნის ერთგვარ მე ვიტყოდი ამ ეტაპზე ქმნის ერთგვარ მე ვიტყოდი სურათს თუ როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები მომავალი საპარლამენტო არჩევნების სცენარის კუთხით და რა შედეგები შეიძლება შედგეს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. თუმცა ეს ძალიან მე ვიტყოდი წინასწარ გათვლილი პროგნოზია ყოველ შემთხვევაში იმ მოვლენებისა და იმ რეალიების გათვლით რომელიც დღეს არსებობს, თუმცა შეიძლება ეს რეალები შეიცვალოს კარდინალურად ან დარჩეს იგივე ამას განსაზღვრავს სწორედ წინასაარჩევნო და უშუალოდ საარჩევნო კამპანიები და რა თქმა უნდა სწორედ საპარლამენტო არჩევნები მომავალ წლის იქნება მთავარი გამსაზღვრელი მე ვიტყოდი მოვლენა და გარემოება რომელმაც შეიძლება დიდი წვლილი შეიტანოს ქვეყნის პოლიტიკის განვითარების ტემპების და პროცესებზე. რა თქმა უნდა მეორე მნიშვნელოვანი გარემოება უცხოური პოლიტიკის იქნება ნატოს ვარშავის სამიტი რომელიც უნდა შედგეს 2016 წლის სექტემბერში შემოდგომაზე და სადაც უნდა განესაზღვროს თვითონ შუაატლანტიკური ალიანსის შემდგომი ბედი. ანუ რამდენად შუაატლანტიკური ალიანსი დაიწყებს გაფართოებას იგივე თუნდაც აღმოსავლეთით და რამდენად იგივე ხელს შეუწყობს უკრაინას და საქართველოს გაწევრიანების ტემპების განსაზღვრას იგივე ნატოს ბლოკში. ну უკვე განსაზღვრულია ვარშავის სამიტზე რა თქმა უნდა მოხდება ნატოს თლიანი ამოვსება ევროპის კონტინენტის ხარჯზე, ანუ საუბარია რომ ფაქტიურად ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში მდებარე ბოლო ქვეყნები, ბასტიონები შეუერთებიან ნატოს, ეს არის მონტენეგრო და ეს არის ბოსნია-ჰერცეგოვინა. მონტენეგროს საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია და მას მოწვევას ჩვენგან ალიანსში შესთავაზებენ როგორც ჩანს ამ წლის ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შეხვედრაზე, რომელიც საბოლოოდ შედგება ოქტომბერში და ან სექტემბერ-ოქტომბერში ამ პერიოდში, ხოლო ბოსნია-ჰერცეგოვინის საკითხი შეიძლება გადაწყვეტილდეს უშუალოდ სამიტის პერიოდში, ანუ უმაღლეს სამიტის პერიოდში, ანუ ნატოს რაოდენობა გაიზრდება 30-მდე, მივა 30 ქვეყნის რაოდენობამდე. თუმცა აქ დგება კიდევ ორი ქვეყნის ბედიც, რომელიც ასე ვთქვათ გაურკვეველია, რამდენად ისინი იქნებიან ნატოს წევრი სახელმწიფოები, საუბარია, ესე იგი ეს არის მაკედონია
და საუბარია სერბეთი. რომელსაც ასევე აქვს გარკვეულწილად მიდრეკილება, რომ გახდნენ შეერთებული ალიანსის წევრი სახელმწიფოები. მაკედონიის პრობლემა დგება იმ კონტექსტში, რომ მაკედონიის სახელწოდება არ უწყობს ხელს, რომ ის სრულად მოხდეს მისი გაწევრიანება ალიანსში, რათა მას ყველა პარამეტრებით მზად აქვს პოლიტიკური, სამხრეთპოლიტიკური უსაფრთხოების და სამართლებრივი კუთხით ის მაკედონია მზად არის მოხდეს რომ გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო, მაგრამ მას ხელს უშლის დასახელება, რასაც ის პრინციპულად არ ცვლის. რადგანაც იგივე საბერძნეთსა და ბულგარეთს გააჩნია ამ დასახელების მიმართ გარკვეული პრეტენზიები, ისე როგორც თურქეთსაც ასევე გააქვს გარკვეულწილად ასე ვთქვათ ინსინუაციები ამ დასახელებასთან დაკავშირებით. და რა თქმა უნდა, აი ამ სამიტის მთავარი ომეტი იქნება ასევე მომავალი ბედი გადაწყდა. უკრაინა და საქართველო რამდენად გახდებიან ევროატლანტიკური ინტეგრაციის ასე ვთქვათ ის გამაგრძელებლები, რომლებიც სწორედ დაასრულებენ ფაქტობრივად ნატოს გაფართოების პოლიტიკას უკვე აღმოსავლეთით. ანუ რამდენად ის გახდებიან ბოლო ბასტიონები და ბოლო ბასტიონი იქნება ის ქვეყნები, რომელსაც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ, რომელსაც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ. ამიტომ არის რომ სწორედ თუმცა რუსეთის ფედერაციის აი ბოლონდორე განცხადება, რომ თუნდაც იქ ვირგის სამიტზე თუ დაისვა აღმოსავლეთის პარტნიორობის გაფართოების ასე შეაძლებლობა და კიდევ უფრო გაგრძელდა ევროკავშირის გაფართოება აღმოსავლეთით, ამაზე შეიძლება რუსეთმა გააკეთოს საკმაოდ წვავე რეაქცია და ადეკვატური რეაგირება მოახდინოს, ხო, როგორც ის განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერმა ლუკაშევიჩმა, ხო? ალექსანდრ ლუკაშევიჩმა და სწორედ აქედან გამომდინარე ჯეკა გაურკვეველი როგორ განვითარდება მოვლენები. მაგრამ ის რომ ნატო სამიტი, ასე ვთქვათ, ვარშავის ნატო სამიტი იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი და საკმაოდ ასე ვთქვათ ექნება დიდი წონა, როგორც ქართული პოლიტიკური განვითარების პროცესების კუთხით ეს უდაო და ამას მე მგონი არ ჭირდება რაიმე კიდე სხვა განხილვების კუთხით მისი საუბრის რო ვისაუბროთ აი ამ თემაზე. ასე რომ აი ესეც შეიძლება მოკლედ შევაჯამოთ ის პერსპექტივები და ის სავარაუდო მე ვიტყოდი პოლიტიკური პროცესების დინამიკა, რომელიც შეიძლება დაიწყოს სწორედ ზაფხულის შემდგომის პერიოდში და რომელთაც შეიძლება გამოკვეთილი იქნას ქვეყნის საპარლამენტო არჩევნების შედეგების სავარაუდო სცენარი 2016 წლის პერიოდისათვის. ჯერჯერობით სიტუაცია არის მეტნაკლებად სტაბილური პოლიტიკურ კონტექსტში, ხოლო ეკონომიკურ და ფინანსურ კუთხითაც არის საკმაოდ რთული სიტუაცია, რომელიც სტაბილური დარქმევამდე ცოტა შორს არის, შეიძლება ვიდგეთ და იმედია, რომ უახლოეს მომავალში სიტუაცია გამოსწორდება და არ მივახცეთ ჩვენი კრიტიკული წითელკრიტიკულ ზღვარს, რომელსაც ლარის კურსი შეიძლება მიაღწიოს 15%-მდე. იმედია, რომ ეს პროგნოზი არ გამართდება. ну აი ესეთი მე ვიტყოდი იმედიანი განწყობით მინდა თქვენ დაგემშვიდობოთ თუმცა მაყურებლებო გისურვოთ მხნეობა, გამძლეობა და გისურვოთ ბედნიერი მომავალი. ნახვამდის და მადლობთ ყურადღებისათვის. კვირის განმავლობაში განვითარებული საშინაო და საერთაშორისო მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები. მათი ანალიზი, შეფასება, პროგნოზები და განხილვა პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიასთან ერთად გადაცემაში მოვლენათა ეპიცენტრი ყოველ შაბათს 20 საათზე ქართული არხის პირდაპირ ეთერში.